აბა ერთი გადავამოწვა ხმა და წუთში მე მგონი წესრიგშია. კი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია, ფაქტი მოვლენა კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემონ გიორხელიძესთან ერთად. ჩვენი მთავარი თემა დღეს იქნება პირველ რიგში საშინაო საქმეები და გაკვირით მე შევეხები საგარეო საკითხებს. ჩვენი მთავარი ამოცანა რჩება ის არასტაბილურობა ქვეყნის შიგნით, ის გაურკვეველი პოლიტიკა ხელისუფლებისა, ის საფრთხეები, რომელიც გააჩინა ხელისუფლებამ და პირველ რიგში ძალიან მეთოდურად და წინ წამოსწია არაბული ინვესტიციების საკითხი, თუმცა ანალოგიური რაღაც ხორციელდება მცხეთაში, რომელსაც ისრაელის ბიზნესმენები ახორციელებენ სხვადასხვანაირი სახელწოდებებით, მაგრამ ჩვენ ებრაელ ხალხთან არაფერი არ გვაქვს გასარჩევი, ებრაელები ცხოვრობდნენ საქართველოში 70 ბოდიში საუკუნეებია და ისევე იცხოვრებენ აქ, არანაირი საფრთხე მათ არ აქვს, მაგრამ ეს ქართული სახელმწიფოა, ქართული კულტურის ძალიან კომპლექსური კულტურის, ძალიან დიდი ტევადობის კულტურის, ქართული ენის, ქართული ხალხის და ყველა იმ ადამიანის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს ქართული სახელმწიფო, რომლისთვისაც საქართველოში ცხოვრება არის მკვიდრი საქმე. ჩვენ პატრიოტები ვართ ყველა კულტურისა და არასდროს არ გქონია რაღაც ეროვნული გარჩევები და რელიგიური გარჩევები, ესეც კულტურისგან მოდის, ესეც უმაღლესი შეგნებიდან მოდის და ვერანაირი ევროპა ჩვენ ტოლერანტობას ვერ გვასწავლის, იმიტომ რომ ევროპა ტოლერანტული არასდროს არ იყო საუკუნეების განმავლობაში, ტოლერანტული ის არც ახლა არის, განსაკუთრებით ამ LGBT დღის წესრიგის და რაღაც მწვანე ეკონომიკის და რაღაც ათასნაირი გადაღუნული აზროვნების გამო აგრესიული გახდა ფაქტობრივად და იმ ნარჩენების ამარა, რომელსაც ოდესღაც დემოკრატია ჰქვიოდა, მაგრამ მოვლენები სერიოზულად მიმდინარეობს ევროპაში და ეს აისახება ჩვენს მდგომარეობაზე, იმიტომ რომ ვერაფრით ქართულმა სახელმწიფომ თავისი ადგილი ვერ მოძებნა და ვერ მოძებნა იმ ფუნდამენტალური შეცდომის გამო, რომ იგი თავის თავს არ მიიჩნევს სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოდ, არამედ ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის იღწვის, რაც არა უბრალოდ პოლიტიკური სისულელი, არამედ განუხორციელებელი ოცნება არის. ამაზე არ ვისაუბრებ, იმიტომ 2007 წლის მერე საჯაროდ საუბრობ ამაზე და ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვაკეთება. ეს ერთი, მეორე. ხელისუფლების ის პოლიტიკა დაპირისპირებაზე ააგოს ყველაფერი თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვა, ანუ კრიზისიდან ვერ გამოვა. იგი გააგრძელებს დაპირისპირებას ათასნაირ რომ იტყვიან საბაბს მოიგონებს იმისთვის, რომ გაამართლოს ეს პოლიტიკა, შიგა ბრძოლები მიმდინარეობს, იჭერენ ფაქტიურად ქვეყნის უმაღლეს პირებს თუ ვერ იჭერენ, მაგრამ შიდა პატიმრობაში ყავთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არადა ხალხი მოტყუებული იყო მაშინაც, როდესაც დღეს დევნილი პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მხსნელი მიაჩნდა და 1-2 ახლა მესამეა მგონი თუ მეოთხე
ხსნელია ობახიძის სახით და ახლა იგივე მარაზმული პროპაგანდა მიდის, რომ არიქა ეს გადაარჩენს და ასე შემდეგ, განსაკუთრებით სამხიარულო იყო ის კომენტარები, იმედიანი კომენტარები ჭყალებში, იმედიანი ხალხისა, რომელსაც ოცნების საცოდავი მხარდაჭერები ქვია, როგორ დაერია ეგეც ჭყალებში სუპერმარკეტებს და მარკეტებს პრემიერ-მინისტრი და ფასები არ მოეწონა საახალწლოდ, სადაც გაგიჟებულია ფასები და ქართული ხალხის ძარცვა მიმდინარეობს უთოფოდ, დაუნდობლად, ზაკრულად, ვითომ რაიმე შეიცვლება, ვერაფერი ვერ იცვლება, ხალხი დახარჯავს მილიონობით ლარს, ბოლო ფულს, მერე დაჯდება ორი კვირის მერე და იქნება ძალიან ხელმოკლედ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ასეთია ტრადიცია და ამაში საზრახისი არაფერია. ადამიანს ცოტა ხნით მაინც უნდა მოწყდეს იმ პრობლემებს და თავი წარმოიდგინოს ისე, როგორც ის ისურვებდა ლაღად, შეძლებულად და დღესასწაულებზე, მით უმეტეს ასეთ დღესასწაულზე, თუმცა მე დიდად რომ გითხრათ სიმართლე არ მიყვარს ეს დღესასწაული, თავი უკეთესად იგნოს. გასაგებია, ადამიანი ივსებს იმ უკმარისობას, რაც მას არ გააჩნია და ეს სრულიად ჯდება ადამიანური სისუსტეების ფარგლებში. რა ეშველება ამ საქმეს? ცხადი არაფერი არ ეშველება. მე დავწერე გუშინ, თითქმის 1300-ზე მეტი გამოხმაურება, ბევრია. ეს არის ბლეფი, იმიტომ რომ თუ თავრობა მარიცის ბჭყალებში მიმართავ განმარტებას ვაძლევ, წლები ამას ვაკეთებ და ყველაფერი შემდეგ ისე ხდება, როგორც კორუფციაში რომ იყო ეს ხელისუფლება ჩაძირული და არანორმალური კორუფცია რომ არის ყველა დონეზე, რამდენი წელი ამაზე ვლაპარაკობ. ეხლა რაღა დარჩა დაუჭერელი, ერთი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ამ ყველაფრის კანონის ზევით დგას და ყველაფრის ზევით დგას, თორე დანარჩენი ყველა, ესე იგი, ისეთ მდგომარეობაშია, რომ როცა უფროს ბჭყალებში მოუნდება, ნებისმიერს გაანთავისუფლებს, ან დაიჭერს, ან რასაც უნდა იმას გაუკეთებს. ყველა პარლამენტარი თუ ყველა არა დიდი ნაწილი ამ ოლიგოპოლიური ბაზრების წევრების, ოლიგოპოლია რა არის? 4-5 მაქსიმუმ მსხვილი ფინანსური თუ სამეურნეო ჯგუფი განაგებს ბაზარს, მათ აქვს კარტელური გარიგებები, კარტელი არის ნორმალური ბაზრისათვის, ნორმალური ქვეყნისათვის აბსოლუტურად დამანგრეველი, თუ ის ბუნებრივი არ არის და ბუნებრივ შემთხვევაში მას სპეციალური რეგულირება ჭირდება, ეს არის გარიგებები, რაოდენობის თაობაზე, არა ფასზე. ფასზე მეტნაკლებად შეთანხმება, მაგრამ მთავარი კვოტები თუ იმ ოლიგოპოლიურ ბაზარზე ვინ რამდენს გაიღებს და გასაგებია რომ ერთმანეთს ისინი არ ებრძვიან, ამიტომ ფასებიც რეგულირებულია ერთმანეთში, თუმცა ამ შეთანხმების თაობაზე ოქმები არ დგება და ასე შემდეგ. ეს რომ ასეა, დიდი ხანია ცნობილია, დიდი ხანი ამაზე ვსაუბრობ. ოლიგოპოლიის მოვლა ძალიან მარტივად შეიძლება, არ უნდა ასეთი რომ იტყვიან პროპაგანდისტული განცხადებები, ამას უნდა თამაშის წესების დამკვიდრება, ამან უნდა კანონის წინაშე ყველას ერთნაირ მდგომარეობაში ჩაყენება, საბაჟოზე ხელის მოჭერა ყველასთვის ერთნაირი იყოს, საბაჟოზე რაც ხდება და იმპორტზე ჩამოკიდებულ ქვეყანაში ვინ რას ანბაჟებს, ან ვინ რას არ ანბაჟებს, ეს უკვე ცალკე თემაა, ცალკე საკითხია, იმიტომ რომ უფროსების ნება თუ არის, აქ ყველაფერი მორღვეულია, სახელმწიფოებრივობა მთლიანობაში მორღვეული. ამიტომ საახალწლოდ რაც იქნება ჩვენი მოქალაქეებს, ჯიბეებს გამოუნთავისუფლებენ, ძალიან კარგად შეუმსუბუქებენ, არანორმალური წილები ნაწილდება დივიდენდების სახით, მე დავწერე მინიშნებით, თუმცა 1-2 ადამიანი კი მიხდა. მე ერთი მაგალითი დავასახელე, ერთ-ერთი მაღალი
ძალიან მაღალ ხელფასიანი, იცით თქვენი მარეგულირებელ კომისიებში, ის დაფუძნებელია ერთ-ერთი სუპერმარკეტების ქსელისა და მისმა დივიდენდმა შეადგინა 14 მილიონის არ არის მთავარი, არც მეორე რიგის დამფუძნებელი, არის სადღაც მესამე და ესეთი დონის დამფუძნებელი. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ არა ხელისუფლების მხარდაჭერა შეიძლებოდა იმის დაშვება, რომ ფასები ბოლო 1 წლის განმავლობაში, ამაზეც მქონდა მე ჩანახატი გაკეთებული, რომ 10.9%-მდე გაიზარდა სურსათზე ფასები, ანუ ყველაზე პირველადი მოთხოვნის საქონელი გაძვირდა გასულ წელთან შედარებით 10%-ით. ნაცნობებმა დუბაიდან გამაგებინეს, თუმცა ეს მე ვიცოდი, დუბაიში ერთი ბოთლი ის წყალი ქართული, რომელიც შეტანილია, ღირს ჩვენი ფულით 20 თეთრი, 1 ლიტრიანი. საქართველოში რა ღირს თითქმის 3 ლარამდე, ხო? მაღაზიაში შედითო არაბმა თქვენთანო პატარა ბოთლებით რო იყიდებო წყალი ერთი ნახეთ რა ღირსო 80-85 თეთრი, ხო? ეხლა გეკითხებით საქართველოში საქართველოდან გატანილი წყალი გაერთიანებულ ემირატებში და სხვაგანაც ასეა, ღირს 20 თეთრი ჩვენი ფასით, აქ ღირს 3 ლარამდე და პატარა ბოთლი, რომელშიც 9 ლიტრიც არ არის, ზოგჯერ არის, თუ 9 ლიტრია 1 ლარი და რაღაც ღირს, თუ არა და თის წყარო და კიდე რაღაცები რო არის 80-85 თეთრი. გეკითხებით პრეზიდენტმა ეხლა გაიგო, რომ საფრანგეთში უფრო დაბალი ფასებია, ევროპაში უფრო დაბალია, მე გეტყვით ამერიკაშიც უფრო დაბალია იმ ფასებთან შედარებით, თუმცა შემოსავლების მხრივ ვერ შეადარებ, ხო? ამიტომ ქართული სახელმწიფო ეს არ შემდგარი სახელმწიფო გადაქცეულია საკუთარი ხალხის მძარცმელ, დამაკნილებელ და შეურაცხყოფელ სახელმწიფოდ და ამ დემაგოგიის ფონზე პრემიერმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომ 2030 წლისთვის ჩვენ ევროპელები ვიცხოვრობთ. ვინ ჩვენ? ხელისუფლება. არსაწასვლას რო დაპირებს 10 წელი, თავისთავად ცხადია, ვიქნები და ვიქნები, ხო? თვითონ ევროპელებზე კარგად ცხოვრობენ. ძალიან კარგად ცხოვრობენ ევროპელებთან შედარებით. ეხლა ქართველებს აბულებენ და გახარებული ქართველი 10 წელი კიდე გაუძლებს ამ ტანჯვაწვალებას და თავარი ის არის გეკითხებით როგორ უნდა გამოსწორდეს თქვენი მდგომარეობა, როცა წესიერად არ მუშაობთ. ან არ მუშაობთ, ან წესიერად არ მუშაობთ. თქვენი საქმიანობა ან არის დაქირავებულ დონეზე, ან და თუ არა ბოდიში ამ სიტყვაზე დაკრიშული ბიზნესი თუ არა გაქვთ, ეგერ ელიავაზე, ისანზე და ამ ბაზრობებზე და მე ძალიან კარგად ვიცნობ იქ ადამიანებს და რა დღეში არიან, კარგად ვხედავ და კარგად ვიცი, იქნებით საკუთარი რისკის ფასად და ეკონომიკური მდგომარეობა ისეა, რომ ყველგან ამ დაუცველ ბიზნესებში შემოსავლებმა ძალიან იკლო, ხო? ამიტომ ოცნება ერთი მხრივ ყველაფერს აკეთებს სწორად. თავის გონებაჩლუნგ მხარდამჭერებს აბოლებს, ერთ-ერთი გუშინ მე რაღაც დავწერე და ქვემოთ ვიტყვი, იმიტომ რომ სასაუბრო ეს ჩემს გვერდზე შემოვიდა, როცა მე ეს დავწერე და აი თქვენი ცოდნა უკვე ყავლა გასული, ახლა სხვა დროება არისო და თქვენო გაბოროტებული ხართო და იმიტომ ლაპარაკობთ მის საყვარელ ოცნებაზე, მე ესე იგი ჯერეთი ეს გაუნათლებელი ტუჩედაბერილი ყალბის სურათები აქვს, იმდენად ბოდიში და ამ სოცქსელის გაფუჭებული კაცია, რომ აფარებული აქვს, თან ხალია, რა მნიშვნელობა აქვს, ისეთი უაზრო სურათები, აი ბოტოქსები, დაბერილი ტუჩები, რაღაც ივანოვა ქონდა გვარად აწეფებული, თუმცა ნაწერში ეტყობოდა, რომ ერთი კაი გაფუჭებული ბრიყვი ქართველია. ხო? ესე იგი, მეუბნება, ცოდნა წყავლი არ გაზდის, სადაც ცოდნა წყავლი გადის,
იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ეხლა ამ მე ამ ასეთებს ვუძახი სოციალური ქსელის ანონიმ ბოზებს. ყველა ერთად რო შეიკრიბოთ, თქვენ საყვარელ ოცნებასთან ერთად დადგეთ, ყველას ერთად აქწონით. იმიტომ რომ ჩემს უკან ტიტანური შრომა დგას და მე არაფერი არ მომოძრავებს გარდა იმისა, რომ ამ უბედურობიდან გამოვიდეს ქვეყანა და მე ქვემოთ ვისაუბრებ რაზე. ესე იგი, ჩემს მიმართ რომ აგრესია გაგრძელდება და ეს ეგრეთ წოდებული ნახევრად ბოტები თუ ნახევრად გაფუჭებული ხალხი შეტევას გააკეთებს, თავისთავად ცხადია. მათ შორის განსაკუთრებული ბოროტებით ხასიათდება არანაკლები, თუმცა იქ პრიმიტიული აგრესორები არიან და უფრო ახალგაზრდა ასაკის ნაცები, რასაც ქვია და გეტყვით ქვემოთ ამის შესახებ. აი, ოცნების ხარდაჭერი ეს კი არის კრიტიკულ ბალზაკის ასაკის ქალბატონებს რომ უწოდებენ, თუმცა იმ ხალხს ქალბატონებად მოხსენიება ძალიან ძნელი იქნება. აგრესორები, ბნელები, გაუნათლებლები და აბსოლუტურად გაუზრდელები, იმიტომ რომ ქალბატონი რა ასაკშიც არ უნდა იყოს, მისთვის თავდაჭერილობა ქართულ ოჯახში აღზრდილობა თავისთავად იმ გადაუბიჯებელ ქცევის წესებს განსაზღვრავს, რომელსაც არ ეღალატების თუ ქალი ხარ და თუ ნორმალური კაცი ხარ, ხომ? ეს ერთი. მეორე. დავწერე, უბრალოდ დავწერე ინფორმაცია, რომელიც ეხება იმას, რომ ანტარქტიდაში რუსების მიერ აღმოჩენილი იქნა დიდი მარაგები ნავთობისა, მეტი არაფერი არ დამიწერია და დავწერე ასეთი რამ, ნახეთ, წაკითხვიდან რო აზრი ვერ გამოვაქვს, თუმცა ახალი რა არის ეს ევროპულმა კომისიამ ხო დაადგინა, რომ ქართველი ახალგაზრდების დიდ უმრავლესობას წაკითხულიდან არ გამოვაქვს. მე გავაკეთე ასეთი რამ, როცა ეს დავწერე, მე ინგლისურ გაზეთებშიც, პოლონურ გაზეთებშიც, სხვაგანაც უამრავი პუბლიკაცია ამის თავაზე. ესე იგი, მე დამაბრალეს, რომ თითქოს მე რუსეთს ვადიდებ და აი ის იყო გაუნათლებელი ბნელი ახალგაზრდების შემოტევა, იქ რა თქმა უნდა იყო ძველგაზრდა ხალხით, აი სააკაშვილის სურათების რომ დღესაც აბოდებენ და გავაკეთე ასეთი რამ. პუნქტი A. ძალიან კაი რამია, ამიტომ ძალიან ერთი ორი ის კომენტარი გაქვს. პუნქტი A. რუსეთში მოძიებული სიმდიდრე შეადგენს მოძიებული $84 ტრილიონ. პუნქტი B. არქტიკაში, კაცაგების ჩრდილოეთი ნაწილში, სადაც რუსები დომინირებულ მდგომარეობაში არიან, სამხედრო ბაზაც აქვს, სერიოზული, აღმოჩენილია სიმდიდრე, რომელიც აღემატება რუსეთში მოძიებულ სიმდიდრეს, ანუ 84 ტრილიონს. იქ რასაც რუსები აკონტროლებენ. იმიტომ თავაზობენ რუსები ამერიკელებს. და მერე პუნქტი G. თუ ამას დაემატება არქტიკაში აღმოჩენილი ეს 511 მილიარდი ბარელი, მე ვთქვი რომ ეს კოლოსალური და იქ რასაც დასავლეთში წერენ, ამან შეიძლება გამოიწვიოსო მესამე მსოფლიო ომიო. არავითარ მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, იმიტომ რომ ეს ომი ვერ იქნება, დასრულდება ყველაფერი. უბრალოდ ინტენსიურად მიმდინარეობს ალიასკაზე რუსეთის პრეზიდენტის და ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ 6 ჯგუფია გამოყოფილი. ამას კურირებს კირილ დიმიტრიევი, პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, ამერიკაში ძალიან მიღებული და სხვათა შორის იქ აღზრდილი კაცია, მაგრამ ძალიან რუსობს. და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. რუსებმა შესთავაზეს ყველაფერი, იმიტომ ომს ჯობია რომ თანამშრომლობა იყოს, ერთად მოიპოვონეს უზარმაზარი სიმდიდრეები, გაყოფა მოხერხდება რაღაცნაირად და დავწერე აი ეს 3 პუნქტი. კითხვები, კაცო, არქტიკაზე ლაპარაკო, თუ ანტარქტიდაზე ლაპარაკო. ხო და ესე იგი, ამ კაცმა გეოგრაფია არ იცის, კიდე იქ შეფასებები, ეს გაუნათლებს, სად გაიზარდეთ, მე დავწერე. რა მამა ყავდა, თქვენ მამებს დავაფურთხეთ თავზე. ეგეთი ხალხი, რაც თქვენ ხართ,
არ იზრდება კაცის გვერდით ახალგაზრდა კაცი იზრდება ღირსებით და უფროსთან საუბარი რო იცის თქვენი აუგად ჯერთი რა უნდა აუგად როგორ უნდა მომიხსენიოთ ის ნაგავი რასაც წერთ იმას ხო ჩემს შეურაცხყოფად არ მივიღებ საკუთარს შეურაცხყოფ ვერაფრით ვერ გაარკვიეს მე ესე იგი კითხვები დამისვეს მე იქ ქალბატონები ჩაერთნენ კიდო კაცო ვერ გაიგო რა ვერ გაიგო პუნქტია თლიანობაში აღწერე რა სიმდიდრე იყრის ფაქტია ჩემი მოგონილი ხო არის ბრიტანულ ცნობილ გამოცემებში ევროპის ცნობილ გამოცემებში დაბეჭდილია ეს ინფორმაცია მე რა შუაში ვარ მე ვადიდებ რუსეთს მე გეუბნებით ამ რუსოფობით შეპყრობილ გონებაჩლულ კრეტინებს თქვენ არა ხართ საღი ადამიანები თქვენ ხართ გონებაბნელი კიდე გეუბნებით ფაქტს გეუბნებით არ მოგწონთ ფაქტი და მე რა შუაში ვარ არ დავწერო ეს არ უნდა იცოდეთ სული სამხრეთ კავკასიაში დიდგას მხოლოდ იმიტომ რომ კავკასიის სახელმწიფოებს კარგები არიან ცუდები არიან ეს არ განირჩევა ომებში არ ხარ ჩაბმული და არ ცდილობ გარდა რუსეთისა რუსეთის დამარცხება გინდა ამ ტვინ გაღუნულ ხალხს ამ დამპალი იდეოლოგიიდან მართლა გონიათ რომ თუ შეუტევენ აქედან რუსეთს დაამარცხებენ და დასავლეთს მიეხმარებიან ხო კიდე გეუბნებით რუსოფობია არის ქართული სახელმწიფოს დამანგრეველი თქვენ სულით გადაგვარებულო ხალხო ქართულ სტატისტიკას ჩახედეთ სარგებლობა საიდან მოდის ეკონომიკა ფინანსური ურთიერთობებია კარგი ცუდი რა შვაშია რატო გაძლევენ ამის უფლებას რომ დიპლომატიური ურთიერთობა ძალიან მარტივი რამო იმიტომ რომ რუსეთს კავკასიაში აქ ინტერესები ახსენი 1000 ჯერ რა ინტერესები აქვს ამერიკელებს რა ინტერესები აქვს და ჩვენ შეგვიძლია პრაგმატული გონიერი ურთიერთობა დავამყაროთ რუსეთთან არა ხელი მოვაწერეთ ამ ერთი კვირის უკან ერთ სისულელეს კიდე უამრავ სისულელეს გააკეთებს დღევანდელი ხელისუფლება კიდე გეუბნებით ბრიტანელები ფაქტობრივად საგარეო პოლიტიკას განაგებენ ქვეყანაში დღეს მე სანამ ჩავერთვებოდი ერთი ნახევარი საათით ადრე დავდგე Allgemeine Zeitungის ცნობილი გერმანული გაზეთის სტატია სადაც ის პირდაპირ წერს ბრიტანელები რატოა გააქტიურებელი რომ ნატოში ლიდერის ფუნქცია უნდა შეასრულოს ბრიტანეთმა იმიტომ რომ ნატო არის უსაშველო კრიზისში ამ გამოთაყვანებულ ხალხს მიმართავ Allgemeine Zeitungi ძალიან ცნობილი გერმანული გამოცემა ჩემი ნაწერები ნახე და შეფასებები ნატო ეს არარაობა არის უსაშველო კრიზისში ამიტომ ამერიკელებთან მდგომარეობის გაცივების გამო ლიდერი ნატოში უნდა გახდეს ბრიტანეთი რადგან ბრიტანეთს აქვს კარგი ატომური იარაღი და ვაშინგტონთან კარგი ურთიერთობები მე დავწერე რომ ხავს ეკიდება გერმანია იმიტომ რომ ბრიუსელის ბოლო სამიტზე ამ ერთი კვირის უკან მერცი უბრალოდ გააშავეს გერმანიაში ჩავიდა და იქ შავი დღე აყარეს მერცის საკითხი საბოლოოდ და მოცილდება ხელისუფლება სადღაც გაზაფხულზე თქვენ დააკვირდით თუ მანამდე არ მოხდა ამიტომ გერმანია წყალწაღებული რომლის დეინდუსტრიალიზაცია სახეზე და რომლის პრობლემები სახეზეა მიდის იმ გზით რასაც უსუსური ხალხი ხავს რო ეჭიდება იმაზე რომ ეხლა უნდა მისი მხსნელი ბჭყალებში ბრიტანეთი გახადოს ლიდერი რომ თვითონ იყოს მეორე როლებზე დამკვეთის შემსრულებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხაც უსვა სანამ ევროპაში საღი კონსერვატული ძალები არ მოვა ხელისუფლებაში ის უსუსური საგარეო პოლიტიკა რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს კიდე გეუბნებით ჩვენ ევროპის მტერი ვერ ვიქნებით და არაფერში არ გვჭირდება ჩვენ ასევე ვერ ვიქნებით რუსეთის მტერი ამ გამოთაყვანებულ ხალხს მიმართავ რუსოფობია მგონება რომ დაუბნელა
რუსი არც უნდა გიყვარდეს, არც უნდა გძულდეს. შენი მეზობელი ქვეყანაა, ბირთვული ქვეყანაა. 50 ქვეყანა ებრძვის და რა გამოვიდა? კიდევ შეგახსენებთ ერთ რაიმეს. დღეს დაბეჭდა ბლუმბერგმა. ბლუმბერგი გაგონილი გექნებათ. არაფერი არ გაგონილი, მაგრამ რაღაცა ხო გექნებათ ყურმოკლური. გლობალური უზარმაზარი ფინანსური ძალების რუპორია. სოფლიოში პირველი ნომერი ვალუტა, რომელიც აქ კიდე ერთი მიმომხილველია ბჭყალებში, ოღონდ რუსებზე დაწეროს სისულელე და ესე იგი იმეორებს კიდე მეორე გონებიდან გასული კაცის იმას რა ქვია კონცეფციებს. ნომერ პირველი ვალუტა დღეს სოფლიოში რომელია, რომელიც გამყარდა და რომელიც იკავებს ძვირფასი 4 ლითონის შემდეგ პირველი ნომერი ვალუტა არის, ეს არის რუსული რუბლი. გასაგებია, როცა ასეთი უსაშველოდ პროფესიული ფულად საკრედიტო პოლიტიკას ატარებს, არ გავს საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელიც ხელშემწყობია ამ კლანური ფინანსური ჯგუფებისა და უპრაკუნოდ ბეჭდავს ამ ფულს, ცხადია დავალებით თვითონ ვერაფერს ვერ დაბეჭდავს. ის კი მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკის პროტეჟე არის და ასე შემდეგ, ნაბიულინა როგორც პროფესიონალი, უსაშველოდ ძლიერი პროფესიონალია. პუტინი ვერ კიდევს მას ხელსრულიად უბრალო მიზეზის გამო, რომ ის არის ხიდი ჯერ კიდევ ამ დასავლურ ფინანსურ უზარმაზარ ჯგუფებთან, ამიტომ უფრო რთულადაა ყველაფერი მოწყობილი მსოფლიოში, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. თავარი ვალუტა დღეს მსოფლიოში არის. ნახეთ ბლუმბერგის სტატია, მოიძიეთ. ინგლისური წესით უნდა იცოდეთ, ყოველ შემთხვევაში საყველპუბროდ მაინც, ხო, აბა ახლა დასავლური ორიენტაციის ხალხი ხარ და ინგლისური ხო. ამიტომ ჩემ გვერდზე შემოვარდნა ორგანიზებული ეს ბრბოს პრინციპით კიდე გეუბნებით, სადაც გინდათ იქ მოვალ თქვენთან სასაუბროთ. ერთად აქ წონით თქვენი მასწავლებლებიანად. მზათა ვარ ვისაუბროთ, მე ამას ღია ტექსტით ვამბობ და იცით, ყველა ჩემი გადაცემა მიმართულია საქართველებისთვის, რომლებიც მეტია, ჩვენ მალე ავიკრიბებით ძალიან სერიოზულად და ვანახებთ ხელისუფლებას, რა არის ქართული ძალა. არაფერი არ გვაქვს ხელისუფლებაში ხარ, ქართულ საქმეს, ქართულ სახელმწიფოს ემსახურე. მანახე შედეგი ხასუსან ყველას მოგმართავთ განსაკუთრებით ოცნების გონებაჩლუნგ გაუნათლებელ მხარდაჭერებს. 12 წლის განმავლობაში თუ 13 წელი. მანახეთ ერთი საქმე, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, იმიტომ ისა ხელისუფლება, ახლა ვის მოთხოვა, ახლა ღარიბაშვილს რომ მოთხოვო, დასაჭერად აქვს საქმე, სხვებს რომ მოთხოვო, დასაჭერად აქვს საქმე, კობახიძეს რა მოეკითხება, არაფერი არ მოეკითხება, ხო? არ გაგიკვირდეთ, არ მოეკითხება. ხო და ერთი საქმე, რომელიც ქართული სახელმწიფო გააძლიერა. ქართული ხალხი უკეთეს მდგომარეობაში გადაიყვანა ცოტათი მაინც. მათი შრომა დააფასა. ხელი შეუწყო საკუთარი შრომით გაძლიერებულიყო და ასე ვერაფერს ვერ დამისახელებთ. ღია ტექსტით გეუბნებით, სადაც გნებავთ ხელისუფლებასაც იქ მოვალ და თქვენ კანალიზაციის ტელევიზიებში დაგიჯდებით და განა ცუდ სიტყვებს გამოიყენეთ, პროფესიულად განვიხილოთ რა არის. ჩემი ცოდნა სწავლა არ გაუვა არასდროს. მე იმდენად ბოდიშკი ხდით ამას რომ ამბობ. წესიერი ქართველები გამიგებენ 50 წელი არ იმუშავიათ თქვენ. ვინც განსაკუთრებით ასე შემოხტომებს აკეთებს, დანარჩენმა კარგად იცის გარჩევა ადამიანების. ამიტომ ყავლა ცოდნას არ გადის, ყავლა გადის გაუნათლებელ ადამიანებს და გაგივიდათ უკვე ყავლა, ხართ სეთურის ბრბოთ ქცეული და დაძდევთ თქვენ ლიდერებს. ადრე ღარიბაშვილი იყო ერიცმხსნელი, ხო, რა ამბავი ჰქონდათ, რა წიაქი ჰქონდათ, მერე ვინ იყო, ახლა კობახიძეა, ხო? მალე დარჩებით ხახა გამოშრალი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ახალი ვინც იქნება თქვენთვის, ხო, თანამდებობაა მთავარი და არა საქმე და არა რა. ამიტომ ვერ დამისახელებთ და ეს ყველაფერი
შიგა პრობლემა, უსაშინელესი ეკონომიკური პოლიტიკა, საკუთარი ხალხის გაუგონარი ძარცვა გლეჯა, რომელიც აგერ ფაქტიურად დააფიქსირა პრემიერ-მინისტრმა ეგრეთ წოდებულმა. მაგრამ მე დავწერე კიდეც რატომ დააფიქსირა ვიღაცას ახლა მიუხედავად იმისა რომ გარდა ერთი სუპერმარკეტების ქსელისა ძალიან მსხვილი რომელიც არ შედის ამ კლანებში სახელმწიფოში წესიერი კაცია და მიხედავს თავის საქმეს ყველა სხვა დანარჩენი ასეა ერთმანეთში გადაბმული ვინც არ უნდა დამისახებათ ხელისუფლება მარიცის ყველა მათგანში ზის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და მოწილია. და თქვენ რა გინდათ, ესე იგი, ბოროტი ხალხი, ესე იგი, რას აკეთებენ, ფასებს ამატებენ, აი თქვენ გვერდით ყოფი აკეთებს ამას, რომ არა ხელისუფლების მხარდაჭერა, ეს მდგომარეობა არ იქნებოდა. გაასწორებთ, კობახიძის დონეზე არ წყდება. იოლი გასასწორებელია, ელემენტარული გასასწორებელია, მაგრამ ამას პოლიტიკური ნება უნდა, რომელიც არ აქვს ოცნებას და არ ექნება. ის რაიმე ნაბის თუ გადადგამს საკუთარი ვირეშმაკული პოლიტიკის გასაძლიერებლად გადადგამს, ისევე როგორც ახლა ოპოზიცია დაჭერილი ყავს და ვითომ რატომ დაიჭირა ეს ხალხი, როცა დასაჭერი იყო ვინმე სასამართლო წესით არა გამოგონილი მიზეზებით, იმიტომ ინახავს იმ ხალხს გარკვეული ალიბი შეუქმნა ის ხალხი მშვენივრად გძნობს ციხეში და იციან რომ ამითი გადაირჩინეს თავი ბიძინას წყალობით თქვენ გონიათ რა ესე იცინი რომ გამოვლენ იგივე საქმეს არ გააგრძელებენ იგივე საქმეს გააგრძელებენ რა საქმეს აკეთებდნენ აძლიერებდნენ ოცნებას და ასრულებდნენ მისი ვითომ საპირწონის როლს ხო რაკი სხვა ძალები არ იყო და ყველა პარტიული ძალა ფაქტობრივად ძალას არ წარმოადგენს, ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ ქართულთა დიდი გაერთიანება და საქართველოს გაერთიანება იქნება ის ძალა, რომელიც ყველა პოლიტიკურ ძალას აიძულებს, რომ ემსახუროს ამ ქვეყანას, თუ უნდა პოლიტიკაში ყოფნა. ჩვენ დღეს არა ვართ ძალა, მაგრამ ვიქნებით ძალა აუცილებლად და ყველაფერს გავახმიანებთ მანამ. ჩვენ გავახმიანებთ ეს საქმე, რომელსაც ქვია. ჩვენ არა ვართ მარტო ძალიან კარგი ქართველები არიან, რომლებსაც ასევე ტკივათ გული ქვეყნისთვის. ჩვენ ყველანი ერთად მოვძებნით საკუთარ კავშირებს ერთმანეთთან, რომ ერთი პლატფორმა იყოს ყველა იმ პრობლემის მიმართ, რომელიც ქვეყნის მომავალს უკავშირდება. კიდე გეუბნები, მე პარტია ხარ თუ არა ხარ პარტია გააკეთე ის საქმე, რომ სადღაც ხონდა განვიხილოთ. ჩვენ არა ვართ პარტია, მობრძანდით ოფისში რუსთაველის 18-ზე, ანდა თქვენ დაგპატიჟეთ, სადმე მოვალთ და ერთად შევთანხმდეთ. გაერთიანება კი არ არის ეს. აბა რა გინდათ ახლა თქვენ მარტო რისი მომრევები ხართ? კიდე გეუბნებით, ყურზე ხახვი არ დააჭრათ ბიძინა ივანიშვილს და დღევანდელ ხელისუფლებას, ხო? სხვანაირად ხდება ეს საქმე. მე გავიარე ეს ყველაფერი და ძალიან კარგად ვიცი შიგნიდან რა როგორ არის აწყობილი. არაბიზაციის თემა ყურადღება უნდა, რა თქმა უნდა ეს საშიში თემა არის. მაგრამ არაბიზაციის თემა არის გადამფარავი თემა. ხას უსვა. რია ტექსტით უნდა ვისაუბრო. არანაკლები მიწები იყიდება და გაყიდულია თითქმის 1000 ჰექტარამდეა. ბოდიში 10 ჰექტარამდე და მე კიდე სხვა იქეთ მოცილები დიდი ჯერ ჰექტარია გაყიდული სადღაც თავარი ტაძრიდან ახლოში და კიდევ საკმაოდ დიდი პარტია, რომელიც საუბარი ახლა რა გეციმანის ბაღი უნდა ააგოთ და რა ახალი იერუსალიმი უნდა ააგოთ. კიდე გეუბნებით, ქართველებსა და ებრაელ ხალხს შორის არასდროს არ ყოფილა რაიმე, მე ის ნარატივი არ მინდა გავიმეორო 26 საუკუნიანი ძმობა და ისინი ეს ისეთივე რამეა ეს, როგორც დაბოლება ქართული ისტორიის შესახებ საქართველოში. ჩვენ ძალიან დიდი პატივისცემა გვაქვს და მათაც აქვთ.
მე ხალხზე ვლაპარაკობ და არა სიონისტებზე, რომლებიც თვითონ ებრაელი ხალხის უბედურებაა და მით უმეტეს უბედურება იქნება ქართველებისთვის. ასე რომ თანაცხოვრებას წინ არაფერი არ უდგას, მაგრამ ქართველების გარეშე თქვენი ეს ქვეყანა ვერ იქნება. ქართველებთან ერთად რამდენი საუკუნეა აქ ახართ. რაიმე ყოფილა ისეთი, რომელიც არასდროს რაღაც იყო გაუგებრობები ესენი, მაგრამ ეს ჩვეულებრივ ყოფითი მოვლენებია, ხო? ებრაელ ხალხსა და ქართველ ხალხს შორის საქართველოში თანაცხოვრებას არაფერი არ უდგას წინ, მაგრამ სიონისტური იდეების გამარჯვება საქართველოში მომავალი არ აქვს. არ დაგავიწყდეთ ეს რა მიწარი, არ დაგავიწყდეთ აქ ისტორიულად რა ხალხი ცხოვრობს და ნუ იფიქრებთ ისე როგორც ფიქრობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და დღევანდელი ოცნება, რომ ქართველები უკვე გავსრიცეთ, აღარავინ არ არიან, ამიტომ 1000 ჰექტარს აქეთ არ აქვს მივწერთ, 13700 ჰექტარი გაყიდული აქვს და გასაიდუმლებული აქვს, გრიფი საიდუმლო ადევს. მე უბრალოდ საიდან გავიგე, საიდუმლო, საიდან გავიგე და ვინც იცით მოვიდა და იცით რომ არ გავჩერდები მე და ვამბობ ამას, ხო? იქეთ ვითომ ბიზნესმენებს ამოფარებული ებრაელები მცხეთის ლამის მთლიანად შესყიდვას აპირებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს მუსულმანური თემა კი იციან ქართველებისთვის რაც არის, არც მუსულმანეთთან არ აქვს ჩვენ პრობლემა, ჩვენ გვერდით ცხოვრობდნენ და იცხოვრობდნენ დიდხანს, სანამ საქართველოზე ხელს არ აღმართავენ და საქართველოზე დღეს ბევრმა აღმართა ხელი და დროებითი სისუსტე ქართველებისა არ გაძლევთ თქვენ იმის გარანტიას, რომ საკუთარ მიზნებს მიაღწევთ. ჩვენ ერთად ცხოვრება შეგვიძლია, ქართული სახელმწიფო აუცილებლად დარჩება ქართული სახელმწიფო, კიდე გეუბნებით, მაშინ უნდა გაჟლითოთ ქართველები ისეთ ბრძოლაში და არა ისე, იმიტომ რომ აქ შეცდომის დაშვება, მე პირდაპირ გეუბნებით, მე თქვენზე უკეთესად ვიცი საქართველო, მისი ისტორია, მისი ხალხის ბუნება და შეთანხმებულ და კარგად ცხოვრებას რა აქვს წინ, მაგრამ ვერანაირი ექსტრემისტული იდეოლოგიები ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს, ვერ იმარჯვებს. ერთი გუშინ ვინც შემოვარდეთ 250 რაღაც ორგანიზებული არიან. მე კი ვიცი რომ ჩემ გვერდ ძალიან ინტენსიურად კითხულობენ და ისმენენ, მაგრამ თუ რუსეთი გაიგონეს, აი მაშინ აი აქ ეკეტებათ რაღაცა და 250-ზე მეტი ალბათ ხროვა ერთად, რაღაც კავშირები აქვთ ერთმანეთთან, აბა ესე ერთდროულად რატო სხვა პოსტებს არ აკომენტარებენ და არ შემოდიან დისკუსიაში, მე ყველასთან მზად ვარ. მე ერთი უზრდელი თუ არის ახალგაზრდა, საცოდავი, უბადრუკი, მხოლოდ იმას არ ვაძლევს საშუალებას ჩემი გვერდის წაკითხვისა. ჯამში ეს დამპალი იდეოლოგიით და შინმავალი ახალგაზრდები სადღაც ვითომ პროტესტს რო აცხადებენ, რა პროტესტს აცხადებთ კაცო? ეგერ გითხრა კაცმა დაკავებულია. გვაიძულებდნენ რომ ნაცმოძრაობისთვის ფულის გადახდას. ახალი რა არის? რამდენი წელია გეუბნებით რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხალხი აფინანსებს ნაცმოძრაობას და ამ სხვა პარტიებს არ მინდა ახლა ამ ჭრელა პარტიების ჩამოთვლა. ახალი რა გაიგონეთ? მე რატომ უნდა ვთქვა? მე უფროსი თაობის წარმომადგენელი. მე რაღაც პასუხისგებლობა რომ არ მქონდეს, როგორ შემიძლია მოვიგონო რაიმე არასწორი, რომ ვიღაცა არ მომწონდეს ხელის, ყველა მომწონს თუ ქართულ საქმეს გააკეთებს. მანახეთ ერთი საქმე თქვა, გეუბნებით. ეხლა რამდენი გონება ჩრუნგი ოცნების მხარდამჭერი იქნებით, მე თქვენ უნდა გაგიწიოთ ანგარიში პირიქით, ჩემგან იქნება საშინელი შეფასებები და როცა დრო მოვა და ეს ქვეყანა დადგება ფეხზე, ყველაზე სამარცხვინო ხალხი ამ ქვეყანაში თქვენ იქნებით. ერთი ნაცები რასაც ქვია, ცოტა რჩება უკვე, იმიტომ რომ თუ კი ვინმე იყო ასე თუ ისე ჭირდებოდათ ოცნებას, ყველანი ოცნებაშია. დარჩენილია მარგინალური ნაწილი, იმასაც მალე გააუქმებენ, ხო?
ყველაზე უბედური ხალხი იქნებით თქვენ, ეგრეთ წოდებული მარგინალი ნაცები და მარგინალი ქოცები. ერთი ცხოვრება გქონდეს კაც და ქოცი და ნაცი იყო, ამაზე დიდი შეურაცხყოფა საკუთარ თავს როგორ უნდა მიაყენოთ. მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებთ, იმიტომ რომ ღმერთის წინაშე მართალი ვარ, ამ ქვეყნის წინაშე მართალი ვარ, ვიცი რას ვაკეთებ. ერთი ტვინ გამორეცხილი მეუბნება, გუშინ თქვენ ხომ თქვითო არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობასო და სხვა ხალხს მოვძებნითო და რაც აბოლებთ ხალხო. ესე იგი მე ვაბლებ. მე ცხადად გეუბნებით, საქართველოში უამრავი ღირსეული ადამიანია, მე არაერთხელ თქვი და გავიმეორებ. 150 კაცია პარლამენტში ხომ? 20 კაცია სულ მთავრობაში ხომ? სხვას დამანებოთ თავი. 10ჯერ 150 კაცს მოვძებნით, 10ჯერ 20 კაცს მოვძებნით, რომელიც ერთმანეთზე უკეთესი მთავრობა და პარლამენტი იქნება და თქვენ გამოტვინებულ ხალხს გეუბნებთ, აბა ვინ ავირჩიო, მე ვინ აირჩიო და გამოიხედეთ თვალში. დაბნელებული რო ხართ ამ თქვენი ბელადების ეშხით და ემიტი. თქვენს გვერდით დაკარგული გაქვთ წესიერი კაცის დანახვის უნარი, ამიტომ რთულ სიტუაციაში ვართ. ამიტომ უნდა ამას ყველაფერს გონივრული ემოციური მიდგომები არ ჭირდება. ჩემ გვერდზე ნებისმიერი კრიტიკა შეგიძლიათ, ერთადერთი რასაც არ გაპატიებთ, ეს არის უზრდელი, გაუზრდელ ოჯახში გაზრდილი წინ გამორეცხილი ახალგაზრდა რო იქნებით. ძველგაზრდებს თავისი უბედურება ეყოფა და თუ მთლად იდიოტი არ არის, ნამდვილად ვაძლევს საშუალებას რომ იკითხოს ეს ყველაფერი. ინტერნეტში ყველაფერია, შეგიძლიათ ნახოთ, მოусმინეთ, თქვენთვის უკეთესი იქნება. ამ მდგომარეობაში ვართ. რაც შეეხება საგარეო საქმეს. კარგად დაუკვირდეთ ამას, არაურიოთ. პოლიტიკა რითია, იცით, რაც ზედაპირზე ხდება, ის არ არის მთავარი. რაღაც არის ქვეტექსტები. ეხლა მე რაღაც ქვეტექსტების შესახებ გითხარით. ყურადღება უნდა, აქ ემოციურობა, აქ ტენდენციურობა არაფერს არ გვაძლევს. იმ ხალხს, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უნდა, განვითარებული ქვეყანა უნდა, ღირსეულად ცხოვრება უნდა, თავისი შრომით უნდა შექმნას რაღაცა. ის ხალხი ექსტრემისტები და აგრეთვე ვიღაცის მლანძღავი ხალხი არ იქნებიან. იმიტომ არ იქნება ეს ხალხი ასეთი იმი, რომ წესიერი ადამიანები არიან და წესიერება დიდად ფასობს. წესიერება არ ფასობს მხოლოდ ორ ადგილზე. ცოდნა და წესიერება არ ფასობს ეგრეთ წოდებულ ნაცებში, დაწყებული შუქურადან, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, და ქოცებში. ანუ ამ ოცნების ხელისუფლებაში. წესიერება და ცოდნა ეს არის სასიკვდილო თვისებები ადამიანისთვის, რომელიც ამ ხელისუფლებებისთვის ერთნაირად საშიშია. მაგრამ ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ წესიერების, ცოდნის გზით და ეს ცოდნა და წესიერება ამ ქვეყნის მომავალს და იმას მოვახმაროთ, რომ საყ ქართველ ახალგაზრდობას გადავცეთ მემკვიდრეობით ეს ქვეყანა, რომელიც ასე თუ ისე მოტანილია, ძალიან დაზიანებულია ამ ბოლო 35 წლის განმავლობაში. იმ სამხედრო გადატრიალების შემდეგ უბედურების მეტი არაფერი მომხდარა ქვეყანაში. ამიტომ ყველაფერს დაალაგება უნდა, ყველაფერს უნდა მსჯელობა. ჩვენ მზათა ვართ ყველასთან ვიმსჯელოთ, სად არის საერთო საუკეთესო გამოსავალი. იქნება გაგება იმისა, რომ პარტიელი ხარ, არაპარტიელი ხარ, რა მნიშვნელობა გაქვს საქართველოს, გინდა არ შეიძლება დალაპარაკება ქართულ საქმეზე. გაერთიანება არ გვინდა, ვინ გიერთიანა, ვიდან? ერთი რომ თხოვოთ, გაგიერთიანდებით თქვენ, მაგრამ ქვეყანა ერთია. თუ რაიმე შეგიძლია ერთი აგურის დადება, თუ შეგიძლია, უკვე ღირებული ადამიანი ხარ, კაცო, ამ საქმისთვის თითო აგურებით ხდება. ერთი კაცი, რომელიც გულანთებულია, საღია, გაბედულია, ამ ქართულ საქმის სამსახური უნდა, არაშეცვლადია. ყველა კაცი ამ საქმეში და ყველა ქალბატონი ამ განწყობით მქონე შეუცვლელია. გინდა ქვეყანა, გინდა პარტია, იყავი კაცო პარტია, შეხვალ ეგერ ოცნების არჩევნებში და რასაც მიიღებ, დათვალე კარგად.
სანამ ის სქემა არ განხორციელდება, რასაც ჩვენ ვამბობთ, ქართველთა დიდი გაერთიანება აღდგება აღიარებული, რომ სამხედრო გადატრიალება იყო, ეს არის სიმბოლური, იურიდიული და პოლიტიკური აქტი, გამოცხადდება არჩევნები, ერთობლივად შემუშავდება გაუყალბებელი საარჩევნო კანონმდებლობა, ჩამოყალიბდება ადმინისტრაცია, ეს მთავრობა გააგრძელებს დროებითი მთავრობის სახით საქმიანობას, შევთანხმდებით რა წესებით განვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი, რა ფუნქციები ექნება ხელისუფლებას, რა ფუნქციები ექნება ოპოზიციას, იმიტომ რომ ოპოზიციის გარეშე ხელისუფლებები არასდროს კარგი არ იქნება. თუ თქვენ ხელისუფლებაში მიუშვებთ ხალხს, მით უმეტეს ასეთ უმწიფარ ხალხს, რომლებსაც არც აღზრდა აქვს საკმარისი, არა აქვს საკმარისი, ფულს რო კაცი მოკიდებს, იმას ოჯახის აღზრდა აღარ აქვს. ის მექთამია უბრალოდ. გამიგეთხოვთ? ამიტომ სადღე გძელო არ უნდა აქ. და ვინც გაიმარჯვებთ, ჩვენ ყველანი ვაღიარებთ. მე ამას რაც ვაკეთებ, მე რო ეს პარტიაში გაწევრიანება მინდოდეს და ამ გზით არჩევნებში გამარჯვება მინდოდეს, მე სხვა რამე მინდა, ჩემი ქვეყანა მინდა. ქართველთა დიდ გაერთიანებაში ახლა არის, ჯერ მთლიანად არა ვარ და ახლა არის 2-3 შემადგენლობა პარლამენტისა, რომელსაც თითო კაც ვერ დაიწუნებთ. ამიტომ მეტი რა ვქნათ, არავინ არა, ესე იგი გონება გაქვს ჩლუნგი და შენი შვილების მომავალს ეთამაშები. ამიტომ ვიფიქროთ კარგად, ვიფიქროთ მშვიდად, ვიყოთ განწყობილი თანამშრომლობისთვის, ერთმანეთთან კრიტიკული დამოკიდებულებისთვის, არა ხოდბა შესხმა და არა ვთქვათ ერთმანეთის ქება და ერთი გადაცემა იმედზე ღერიან. არაპროფესიონალებია, გასაგებია რომ არაპროფესიონალების სიმღერა ვერ იქნება ისეთი, რომელიც შეიძლება აღთვალებულიანიან ერთმანეთით ლამის გახადონ, რატო არ ვითარდება ეს ქვეყანა? ჭაობებია ყველგან, მათ შორის ხელოვნებაში. ამ პატარა ქვეყანაში არ არის ისეთი დიდი ბაზარი, რომ კონკურენცია დიდად მუშაობს. თუ კლანში მოხდი, შემდეგ იმღერებ და შემდეგ სულ იქნები, ესე იგი, ერთი და იგივე ხალხი ამ ტელევიზიაში, იმ ტელევიზიაში და ვიღაც მეორე, ასევე შენი კლანის წევრი გაქებს, რომ შენნაირი მომღერალი ჯერ არ დაბადებულა ამ ქვეყანაზე, ხო? ამიტომ ეს გაცილებით ტრაგიკულია მეცნიერების საუკუნეში, 21 საუკუნეში, ვიღაც გამოთაყვანებული კოცი მეუბნება იმას, რომ შენი ცოდნა აღარ ფასობს უკეო და ყავლა გაუვიდაო, მეცნიერების საუკუნეში მეუბნება, ჩემი წიგნების პატრონი და კიდე რაღაც გამოვა, კარგად დააკვირდით ის, მაგრამ ასია. ინტელექტი როცა არ აქვს, განათლება არ აქვს, აღზრდა არ აქვს, საკუთარი დედის და მამის პატივისცემა არ აქვს, არაფერს ვამბობ წინაპრების ხარ იდეოლოგიით გამოთაყვანებული ერთი ბრბოს წევრი, რომელსაც გარჩევის უნარი არ აქვს. რა გავაკეთოთ ახლა? გადაგაყოლებინოთ ეს ქვეყანა, ვერ გადაგაყოლებინებთ, თორედ კარგად დაინახავთ თქვენ, რაც იქნება. აი ეს არის უბედურება. რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, ყველაფერი ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში სადღაც 2006 წლის ალბათ პირველ ნახევარში ძალიან გაიწელება და ძალიან გართულდება სიტუაცია, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მტერი მშვიდობის ჩამოყალიბებისა დღეს არის უკრაინა, იარაღია, უკრაინაზე არაფერი არ არის დამოკიდებული, ეს არის ევროკავშირი და ნატო. იმიტომ რომ აი Allgemeine Zeitungმა დაწერა ის, რასაც მე ვწერ. ეს უვარგისი ორგანიზაცია, ნატო უზარმაზარი კრიზისის ქვეშაა. რამდენი ქვეყანაა მასში გაერთიანებული? ეხლა დათვალეთ კიდო დასავლეთი რასაც ქვია, ხო? სადღაც ჯამში 50 ქვეყანამდე მიემატეთ კანადა, ესენი კიდეზე ახალი ზელანდია, იაპონია, ესენი ჯამში ეს არის დასავლეთი, ასე ქვია. იმიტომ ვერ ერევა ერთ ქვეყანას. ეხლა მე ამას რომ ვამბობ, რუსებს ვაქე?
ახლა მე ერთ რამე მინდა ხომ მიგაჩნიათ რომ იქ თურმე კიდე გეუბნებით აზზე არა ხარ ერთი იმ თქვენმა USAID-მა და იმ გადაგვარებულმა დამფინანსებლებმა ერთი ექსკურსია წაგიყვანონ მოსკოვში არ შეიძლება ან თუ გინდა ციმბირში წაგიყვანონ და რომელიმე სერიოზულ საწარმოში შეგიყვანოს ან და უფრო მეც გეტყვით უნივერსიტეტებში შეგიყვანონ სადაც თქვენი თალატოლები თქვენ სპეციალობაზე სწავლობენ აბა თუ დაუჯდებით გვერდით და შესაბამისი დონე თუ გექნება თქვენ მოისმინოთ ის რასაც თქვენ ქართულ უნივერსიტეტებში გატყუებენ იმიტომ ხართ ასეთი გაუნათლებლები და უზრდელები ვიტყვი რომ ცოდნა არა გაქვთ და აღზრდა არა გაქვთ თორე ამიტომ მე გეუბნებით რეალობას საქართველოს რუსოფობია უბედურების მეც არაფერს არ მოუწანს ეს კულტივირებული სისულელე კიდე გეუბნებით გვერდით ყავს უზარმაზარი ქვეყანა იფიქრე პრაგმატულად ბაბაიაკი არ უნდა უძახო რუსებს დაალაგო ურთიერთობა შენ არ გინდა დაალაგება იმიტომ რომ გარედან გეუბნებიან რომ არ უნდა დაალაგო ხო და ქვეყანა 20% დაკარგე ვინ დაგაკარგვინა ვინ დაგაკარგვინა ქვეყნის 22% 2008 წელში მე კიდე თუ გნებავთ 93-დან დაწყებული უზარმაზარი ტრაგედია ხო როცა სოხუმიდან ჩვენი ჯარი გამოვიდა დამარცხებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ესეც არ გვინდა ხო გავიგოთ ამიტომ საფრთხები არის უზარმაზარი ქვეყნის მომავალი არ არის დამოკიდებული კონკრეტულ ქვეყანაზე. კონკრეტულ ქვეყანასთან ჩვენ უნდა გქონდეს საღი პრაგმატული გონიერი ურთიერთობა, მათ შორის რუსეთთან. საქართველოს მომავალი დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაში რამდენად იქნება პოლიტიკურად პროფესიონალი საკუთარი ქვეყნის მესვეული ადამიანები. დღევანდელი ხელისუფლება და წინა ხელისუფლება თუ გნებავთ შევარდნაძის ხელისუფლება, სადაც სხვა კატეგორიის ხალხი იყო ვიდრე დღესაა, მაგრამ ისინი ბელად შეხაროდნენ თავისა შევარდნაძის გაზრდილები იყვნენ კომკავშირიდან და ასე შემდეგ და ასე გონებთ, რომ შევარდნაძე სულ ეყოლებოდათ მათ. უიმე რა გამოხსენდა. ერთმა დამიწერა, როცა მე ის ბარსელონას შესახებ დავდე ჩემ გვერდზე, გუშინ იყო თუ გუშინ წინ და მე ვთქვი, რომ სად არის ახლა თბილისის შესაბამისი სამსახურები და ბარსელონას დედას უტირებენ თქვა და ვიღაცა გამოხდა რაგვარი იყო მოიცა ჩხენკელი ხო ასე აი და დავწერე იქ რომ არ შემდგარი აი შენ რო იყავიო შევარდნაძის დროსო კომიტეტის თავმჯდომარეო იმიტომ არ შედგაო ქართული სახელმწიფო შეპატრონ ქუთაისურად არ გეტყვი შესაცოდაო ვიღაც ჩხენკელო ასე ვარსკვლავია გამოყვანილი სახე არ უჩვენს ანუ ჩვეულებრივი სოციალური ქსელის ჩადლახი არის მეტი არ არის ხო მე კომიტეტის თავმჯდომარე თუ ვიყავი უპარტიო კაცი ვიყავი და საკუთარი ავტორიტეტით გავხდი იქ თორე მე არც კლანი ვიყავი და არც არაფერი მაგრამ შევარდნაძის გაზრდილ სააკაშვილს ნახევარი საქართველოს მისდევდით იქ და ის არ იყო შევარდნაძე მე რა შეხება მქონდა საერთოდ სამჯერ ამყავს ნანახი პირისპირ შევარდნაძე და მე საქმიანი მცირე ჯგუფებთან რამდენიმე 10-12 შეიძლება 15 შეხვედრა მქონდა მეტი არ მქონია რა შეხვედრა იყო ერთხელ მითხრა ხშირად რატო არ მოდიხარო და მე უთხარი რომ მე თქვენი გაზრდილი არა ვარ რომ აქ ვიარო და თუ პრეზიდენტს დაჭირდება რა თქმა უნდა ნებისმიერ დროს მოვალთქო ხო ამიტომ იმდენად გაფუჭებული ხალხი ხართ მე მეუბნებით ღიად ვიღაც ანონიმი დიდი ბოდიში მაგრამ არა ხარ ჩათლახზე უკეთესი რომ შენ რომ იყავი კომიტეტის თავმჯდომარე, იმიტომ არ შედგა ქართული სახელმწიფო. მეტი შენი პატრონი დედაც ხო დაგიწერე კომენტარში. ამიტომ აი ასეთ გამრუდებულზე მე ამას ვამბობ ყოველგვარი გაბრაზების და იმის გარეშე მე ძალიან კარგად ვიცი რომ ეს ორგანიზებული შეტევები გაძლიერდება ქართული საქმის გაძლიერების კვალობაზე ჩემს მიმართ და
ქართული გაერთიანების ყველა სახის მიმართ შეტევები გაძლიერდება. ჩვენ რომ ამის გვეშინოთ და საჯარო პირი კი არ ვიქნებით. ამიტომ ღმერთმა მოგცეს ძალა რომ ის საქმე ვაკეთოთ, თორე სინანულისგან მოგიწევთ საკუთარი აი ხელის კბენა იმ დღეში ჩავარდებით თქვენ. კაცი უყურებდე იმას, რომ ქვეყანა გენგრევა თავზე და შეხაროდა ხელისუფლებას, რომელიც წყიდის ქვეყანას პირდაპირი გაგებით ყიდის. და შესანიშნავად ასრულებს იმ ამოცანას, რომ მალე აქ ქართველები ეროვნულ უმცირესობაში იყოს. თუ გავაკეთებინებთ ამას, გააკეთებენ, არაფერი არ შეუშლიეთ ხელს. მაგრამ ამის დაშვება და ცდა იმისა, რომ გააკეთებენ, არ გააკეთებენ, ეს უკვე დანაშაულია. ეს ასე ფიქრი უკვე არის დანაშაული. ამიტომ ამას ვერ გააკეთებენ, თუ ჩვენი ქვეყანა გვინდა. თუ ჩვენი ქვეყანა არ გვინდა, მაშინ რა თქმა უნდა გააკეთებენ. ღმერთი იყო ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში და ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ 1000-ნაირი შეტევის, 1000-ნაირი უბედური ჩვენს მიმართ ქცევის მიუხედავად ჩვენ უკან ერთი ნაბიჯით არ დავიხებთ და გავაგრძელებთ ამ საქმიანობას. დაგემშვიდობებით ახლა შაბათს 21 საათამდე, სადაც კვირის მიმოხილვას გავაკეთებ. კარგად გრძანდებოდეთ.